საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ დისკუსიას აქტუალურ თემაზე, მე მაკაცინცაძე ვარ. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ შექმნილი სამმართველო ერთ თვეზე მეტია მუშაობს და ამ დროისთვის არსებობს სამართლებრივი რეაგირებისა და სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებებიც. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანაყოფის ძირითადი ფუნქცია მოვალეობა, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი, ასევე სიძულვილის ენის შემცველი, საჯაროდ გავრცელებული განცხადებების მონიტორინგი და გამოვლენა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა სიძულვილის ენის გავრცელებას კრძალავს, თუმცა ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის ხშირად საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რთული გასავლებია. სწორედ ამ მიზეზით ხელისუფლების ოპონენტები კანონმდებლობის ავტორებს ინიცირების ეტაპზევე აკრიტიკებდნენ. გასულ კვირას კი სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ნათელი გახდა სადგადის ზღვარი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. სლოვენიის მოქალაქის მიტია კუნსტელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მის პირად ბლოგზე ორი ჟურნალისტის შესახებ შეურაცხმყოფელი პოსტების გამო აღიძრა. კუნსტელი ამტკიცებდა, რომ პატიმრობის სახით სასჯელის დაკისრებამ დაარღვია კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მე-10 მუხლის დარღვევა არ მომხდარა. განაჩენი სტრასბურგში სამართლიანად მიიჩნიეს, ვინ როგორ კითხულობს საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა კონკრეტული შედეგები მოიტანა რეგულაციების ამოქმედებამ და შეუწყობს თუ არა ახალი კანონმდებლობა ხელს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას. სტუდიის სტუმრები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარე ლადო ბოჟაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე, თბილისის საკრებულოს წევრი პარტია გირჩი დავით ფანჯაკიძე და პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე. ბატონებო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დღეს დრო და ხარ დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ბატონ გლადო, თქვენგან დავიწყებ. მართლგუნდში ამბობენ, რომ სტრასბურგმა ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი აჩვენა აი ამ გადაწყვეტილებით. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქმე განსხვავებული კონტექსტის არის და ამ შემთხვევაში პარალელის გავლება საქართველოსთან მიმართებაში არის არარელევანტური. რატომ არის ეს საქმე? თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, თუ ფიქრობთ, რა თქმა უნდა, რომ არის მნიშვნელოვანი? მოგესალმებით, მაკა, მოგესალმებით მოყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. პირველი რაც უნდა ითქვას, რომ ევროპაში არ არსებობს არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იქნება თუ კანდიდატი სახელმწიფოები, სადაც ასეთი რეგულაციები არ არსებობს და იცით თქვენ, რომ ზოგადად სიძულვილის ენის მიმართ არაერთი ქვეყნის კანონმდებლობა არის და ყველა უნდა ითქვას, რომ ყველაზე ლიბერალური ამ დროს არის სწორედ ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და მივიღეთ სწორედ იმიტომ, რომ მათ შორის ევროპული მაგალითები გვქონდა წინ და ყველაზე მთავარი თქვენ თავად ახსენეთ სარგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც როცა ჭირდებათ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მათთვის წარუს გადაწყვეტილებები მისაღებია და სამაგალითოა და როცა არ ამოწონთ, ასე ვთქვათ, უკვე სტრასბურგის გაკრიტიკებასაც კი ბედავთ. თუმცა იცით თქვენ, რომ ამაღაზე მაღალი სტანდარტი, რასაც ქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და მათი გადაწყვეტილებები არ არსებობს ევროპაში და ყველაზე მთავარი თქვენ იცით, რომ მათ შორის ჩვენი პარტნიორების რეკომენდაცია იყო, რომ კანონმდებლობასთან ერთად ჩვენ გაგვეთვალისწინებინა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და ეს კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, როგორც გითხარით, ყველაზე ლიბერალურია. თქვენ იცით, რომ ჯარიმაზე არის საუბარი 500-დან 3000 ლარამდე, ოღონდ ამას სასამართლო გადაწყვეტს და არა აღმასრულებელი ხელისუფლება, იგივე საზოგადოებრივი შრომა და ძალიან, ასე ვთქვათ, მკაცრ შემთხვევებში შეიძლება სასამართლო გამოიყენოს ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე, თუმცა იცით თქვენ, რომ იგივე ბრიტანეთში აღარ ლაპარაკობ ჯარიმების ოდენობაზე 1000-ობით, 10000-ობით ევრო თუ ფუნტი სტერლინგი, რომლის პრაქტიკაც უკვე არაერთხელ გამოიყენეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როცა 3 წლამდე პატიმრობით შეიძლება დაესაჯოს ადამიანი იმისათვის, რომ მისი პოსტი თუ საზოგადოებრივი განცხადება აღვივებს გარკვეულად სიძულვილის ენასთან ერთად, ასევე შეიძლება იყოს შუული, ეთნიკური, რელიგიური და ბევრი სხვა, რომ ეს ევროპული კანონმდებლობა, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ამ კანონმდებლობას ვიღებდით, გულისხმობდით მათ შორის იმას, რომ როგორმე შეგვემცირებინა ის პოლარიზება, რომელიც არის საზოგადოებაში და სამწუხაროა, რომ მათ შორის იგივე ევრობიუროკრატია, სხვა ევროპელი ჩინოსნები უფრო მეტად ცდილობენ, ასე ვთქვათ, მუდმივად ტონუსში ამყოფონ რადიკალური ოპოზიცია გარედან მხარდაჭერით, საიმისოთ, რომ ქვეყანაში კი არ შემცირდეს პოლარიზება, პირიქით გაიზარდოს. პოლიტიკური პროცესები იყოს არა პარლამენტში და საკრებულოში, არამედ ქუჩაში. ეს არის როგორც ჩანს ამოცანა მათი უცხოელი დამკვეთებისა და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ ხედავთ, რომ მეტნაკლებად ეს კანონი უკვე მუშაობს, თქვენ იცით, შესაბამისი სამსახური შეიქმნა, ფაქტობრივად ერთი თვის ანალიზს თუ ჩვენ გავაკეთებთ დაახლოებით 170-მდე
საქმეში არჩია, ასე თქვა, სამსახურმა 150-ზე მეტი უკვე როგორც მტკიცებულებებით გადაგზავნილია სასამართლოში, თუ სწორად მახსოვს 35-ზე უკვე სასამართლო გადაწყვეტილებებიც არის დამდგარი, დანარჩენი უკვე ასე თქვა სასამართლო განხილვის პროცესია. მთავარი არის ის, რომ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული დეპარტამენტი და მთავარი არის ის, რომ მოქალაქეებს აქვთ ბერკეტი იმისა, რომ დაიცვან საკუთარი თავი სიძულვილის ენისგან და კონდეს გარკვეული თავდაცვის მექანიზმი, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ შეურაცხყოფა, ლაძღვა, გინება, რომელიც სამწუხაროდ არაერთი გვინახავს და წაგვიკითხავს სოციალურ ქსელებში, არის დასჯადი. და აქაც როცა ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვაზე ვლაპარაკობთ, ვიცოდეთ, რომ ესეც სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის დამკვიდრებაა, მაღალი ევროპული სტანდარტი, სწორედ იმიტომ, რომ კიდევ მეორე საზოგადოება იყოს დაცული ასეთი მავნე გავლენებისგან. გასაგებია, ბატონო დავით, მუნსტელი სლოვენიის წინააღმდეგ საქმეში სტრასბურგმა თქვა, რომ მეათე მუხლი არ არის დარღვეული. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი პოზიცია როგორი არის, თქვენ რამდენად რელევანტური არის, თუნდაც აი ამ მაგალითი საქართველოზე გადმოტანა და მორგება? საღამოშიდობის ამაკა, მადლობა მოწვევისთვის, მე სალამების სტუმრებს, მე სალამები მაყურებელს. ზოგადად ბილსიტყვაობა, გინება, ან ადამიანების შეურაცხყოფა ეს ცუდია. ამას გვასწავლიდნენ სკოლაში. ამას გვასწავლიდნენ მშობლების მეგობრები. და იმასაც გვასწავლიდნენ, რომ ასეთ ქცევას შეიძლება მოყოლოდა ჩვენი პასუხისმგებლობა და დავსჯილიყავით კიდევაც. თუმცა მე ვერ ვიხსენებ, რომ ვინმეს მიეთიდებინა, რომ ჩვენ პასუხს ვაღებდით ფორმიანი ბიძიების წინაშე, ანუ პოლიციელების წინაშე. და სწორიც აიმდო ადამიანები ბევრ რამეს ვაკეთებ ცხოვრებაში, არასდროს ხანახან შეიძლება წამოგცეს ცუდი სიტყვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ცუდი ქმედებისთვის აუცილებლად უნდა მოგვადგეს პოლიცია და სასამართლო. მეორე კუთხით, ზოგადად სიტყვა, ენა, ეს ყველაზე უწყინარი საშუალება ადამიანის ბრაზის ან სიძულვილის გამოხატვის. და ესეც გამიგია, რომ გინებაზე მაგალითად გამიგია, რომ გინება ეს არის უკანასკნელი სარქველი ბრაზის გამოშვებისოდა. თუ ჩვენ ამ სარქველს დავხურავთ, მაშინ ჩემი აზრით სტიმულს ვაძლევთ გაცილებით, რომ მძიმე ფორმების გამოხატვას სწორედ ბრაზისა და სიძულვილის გამოსაშვებად ადამიანისაგან და ამიტომ მე მიმაჩნია ცალსახად, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია და აქ არ შეიძლება შემოვიყვანოთ აქ სახელმწიფო და ვარეგულიროთ ვირავნი ლაპარაკობს. თუმცა ბატონო დავით, აქვე რა თქმა უნდა ჩნდება შეკითხვა, რომ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც მოქმედებს ანალოგიური არაგაცილებით მძიმე სანქციები და სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება. მაგალითად იგივე თუნდაც გერმანიაში, ბრიტანეთში. შეიძლება ითქვას, რომ იქ გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება ამ შემთხვევაში დაცული არ არის? ყველაფერი რაც ევროპაშია მოსაწონი არ არის. და ჩვენ რაღაცნაირად მე რასაც ვატყობ, მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან, ყველაფერი ცუდს კარგად აკოპირებს და ყველაფერი კარგს მაინც და მაინც ისე კარგად ვერ აკოპირებს. რა ვიცი, მოვაწყოთ კარგი სასამართლო, მოვაწყოთ ისეთი მართლობა, რომ ეს არ იყოს ერთპიროვნული მართლობა. სამართალდამცავი სისტემა ვაქციოთ ისეთად, რომ ადამიანებს კი არ დევნიდნენ, არამედ აცილებდნენ. და ზოგადად სხვა რამეში მიბაძოთ ევროპრეს და არა იმაში, რაც ისინი მაინც და მაინც არ გამოერჩევენ და კი ჩემი აზრით ბევრი რამე ევროპაში კეთდება თავისუფალი სიტყვის საწინააღმდეგო და ამას კი არ უნდა ვბაძავდეთ. მე მგონი ამას უნდა ვაკრიტიკებდით და მოუწოდებთ რომ რაღაც არასდროს შვებიან. თქვენი საუბრის გათვალისწინებით უარესი შედეგის აცილების მოტივით ერთმანეთს აყენებენ შეურაცხყოფას? იცით რაშია საქმე? ზოგადად ეგეც სხვა ადამიანებში თითქოს კეთილშობილური მოტივი არის, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ. მაგრამ მეორეს კუთხით შეხედეთ, რომ ნებსი თუ უნებლიეთ ეს შეიძლება გახდეს სრულიად ბევრად უარესი გამოხატვის სტიმულის საფუძველი ადამიანებში. და მე მირჩევნია პირადად, რომ კი ადამიანმა ბრაზი და მასში დაგროვებული და ბრაზი და სიძულვილი გამოხატოს სიტყვით და ენით, ვიდრე სხვა რამით, თუნდაც ძალადობით, რომელიც გაცილებით მძიმეა და იქ შეიძლება თქვათ, რომ კი ძალადობაზე ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ, მაგრამ არა იმისათვის, რომ რაღაც ლაპარაკო.
კარგით, გასაგებია თქვენი პოზიცია. ბატონო შალვა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო 1 ივნის ამოქმედა ჩვენ ნახეთ უკვე არაერთი საქმე მათ შორის. რიგ შემთხვევაში თავად მსხვერპლის მიმართავს სამართალდამცველ უწყებას რეაგირებისთვის, გარდა ამისა შესაბამისი სამმართველოც ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. მართალია არ არის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში დიდით რო გასული, თუმცა დღევანდელი შეფასებით კანონმდებლობა აღსრულების ნაწილში რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, თქვენ როგორ ხედავთ? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენი გადაცემის მაყურებლებს, მივესალმებით სტუმრებს და თქვენ ნებართვით მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა სულ მცირეოდე შესავალს გავაკეთებ იმ თვალსაზრისით, რომ რატო გახდა აქტუალური საერთოდ რაღაც გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა აი ამ შეურაცხყოფელი თქვათ, არ ვიცი, კომენტარი იქნება რაღაც ურთიერთობის დროს და ასე შემდეგ, რატო გახდა აქტუალური ეს საკითხი. მე მინდა გავიხსენო რომ უბრალოდ შევაფასო, რომ ჩვენ ახლა ცხოვრობთ ეპოქაში, რომელსაც ღირებულებების ბრძოლის ეპოქა ქვია და მე ვისურვებდი, რომ ყური არავის არ მოჭრას ამ სიტყვამ. რა ღირებულება ამისთანა, რომ აი შედეგად აი ჩვენ ეს მივიღეთ. რა ღირებულებაა და ვიღაცას ლეგენდა გონია, რომ 1000-ეულნი, ბევრეულნი, ანუ 100,000 ქართველზე მეტი, როდესაც ხატზე ფეხი არ დააბიჯეს მეტეხის ხიძე, თავი მოკვეთეს. აღარ შორს მიდივარ, აგერ ჩვენი გმირი ანწუხელიძე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ და აწამეს და მოკლეს, რომ ფეხი არ დააბიჯა ქართულ დროშას და არ აღიარა, რომ ეს საქართველოს მის არ არის. რატო აი ეს ღირებულებები, ხომ? რატო არის, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ძნელად თუ მომიბრუნდება პოლიტიკოსი უწოდებას, მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებით მაშინ მოიძულა საზოგადოებამ, როდესაც მან ქართულ გლეხს ღვინო შეაგინა, ღვინო შენი ღვინო ესე და ისეო, ხო? იმიტომ რომ ღვინო ასოცირდება ჩვენთვის მოგეხსენებათ ქართველისათვის, გინდა არ გინდა ასოცირდება ქრისტეს სისხლთან. ეს არის, აი როგორ გითხრა, ან ავიღოთ სიმღერა. ეხლა როგორ შეიძლება რომ ქართული სიმღერა გალობა, ღმერთების საგალობელი, ხო? რაღაც კაბრეზით გაამართლო ოლეოლამაკ მემხედველობაში. აი ჩვენ ხშირად გვინახავს ქრონიკები, სასამართლოს ქრონიკები, რომ ვიღაცა მოქალაქე ვიღაცა იმას რაღაც ყოფით ნიადაგზე შელაპარაკდნენ და ნუ ერთმა მოკლა მეორე. როდესაც სასამართლო გარჩევა მიდის, ხო, ამ კრიმინალური ქრონიკის სასამართლოზე, აღმოჩნდა, აი რატომ მოკალი? დედა შემაგინა. აი დედის ქართველი კაცისთვის დედა, წინაპარი, მიწა, სარწმუნოება, ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც მადლობა უფალსო ჯერჯერობით ვერანაირად ვერც ერთმა ჩვენმა მტერმა ვერ ამოშანთა. პირველი რასაც მომხდური აკეთებდა იმას, რომ სულ მიკვირდა, რომ ვაზი აუჩეხ, გარდა იმისა, რომ დაგვატყვევა, წაგვიყვანა, ასე შემდეგ გადაგხვეწა, ვაზი რაღა შუაშეთ. აღმოჩნდა, რომ ქართველი კაცი თუ მიწას არ ეურთიერთება, ვაზ თუ არ ეურთიერთება, თუ ქართულად არ საუბრობს, პირჯვარს თუ არ იცეც, სიმღერა თუ დაავიზდა, ქართული ის უკვე ბიოლოგიური რაღაც არსება და ქართველი აღარ არის. აი ამასთან არის, ამას ისეთი ფესვები აქვს, რომ ამის შემდგომ ძალიან იოლად არის манипулირებადი ლიბერალური ასე ვთქვათ ფთის მიერ, რომ ძალიან მარტივად ადამიანი შეგაგინებს ეს ჩემი ნება, კაცო, ეს ჩემი თავისუფლება არ არის ბატონებო ასე. ამის შემდეგ იწყება უკვე, ახლა წარმოიდგინეთ, რომ ჩემი სხვებზე რო არ ვისაუბრო, ჩემი საგვარეულოს ისტორია ეს არის მტერთან ბრძოლის ისტორია. ჩემი დიდი წინაპრები დაწყებული არაგველებიდან და დამთავრებული აგერ არც ერთომ შეფს გარეშე არჩეულია, ჩემი შვილიც ვეტერანია. ვიღაცა ადამიანი პატარა ლაწირაკი გეუბნება, რომ შენ ხარ რუსის მონა. აი, ახლა წარმოიდგინე, რომ ეს ადამი და მისი მშობლები, რომლებიც რიგში იდგნენ წითელ ხიდზე 2008 წელს და აზერბაიჯანის ასე თქვა საზღვართან რიგში იდგნენ, როგორ გაესწროთ აქედან, ისინი გვეუბნებიან ჩვენ რუსის მონა. ძალიან ძნელია სათანია. ან იგივე ეს ოლა რა. აი და მე ამის პატრონს ხო, ვისაც ეს ჭკუათმო და ვინც ამას მღერის, ხო, უკვირს, რომ მისი ახლა პასუხი არის ცალსახა. ახლა მე არ ვახალისებ ძალადობას, მაგრამ
ურავის ნუ მოვთხოვთ რომ ისეთი თმენის ვალდებულების ისეთი უნარების ისეთი მაღალი სტანდარტი ქონდეს რომ ქუჩაში რო შეხვდეს კაი ალიყური არ უბოცოს და სამწუხაროდ ასეთი ფაქტებიც გვაქვს ანუ ეს აუცილებლად დასარეგულირებელი იყო. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომ რა ვქო, ჩემი მუშტის თავისუფლება თავდება იქ, სადაც ჩემი, ვთქვათ, ჩემში მდგომი ადამიანის ცხვირი იწყება. არ შეიძლება იმ რაღაც ჩარჩოს გადალახვა არ შეიძლება, თორემ მე უბედურება მოსდევს ამას. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ სწორი იყო. შეიძლება ვიდაოთ ჩვენ ძალიან კარგი ესეთი ამოწვევის საკრებულოში ბატონ დავითს ჩვენ ძალიან ბევრს კამათობთ ურბანულ საკითხებზე ტრანსპორტზე რაღაც მკვიდრეობაზე კულტურულ მკვიდრეობაზე აი ახლა ამ თემაზე ბევრი შეიძლება ვიკამათოთ შეიძლება კაცრია შეიძლება უნდა შერბილდეს შეიძლება მე არ ვიცი როგორ მე არა ვარ ახლა ამ დარგის სპეციალისტი მაგრამ აი წითელზე რო გაივლი და ადმინისტრირება რო ხდება რომ შეიძლება ამ წითელზე გავლით ყველა ჯვარწერი ან ბავშვი გაიტანო ან ქალი გაიტანო ან მოხუცი გაიტანო ან მოკლედ რაღაცა უბედურება საგზაო ინციდენტი მოაწყო ხომ აუცილებლად საჭიროა შეუნა გეშინოდეს კანონის რომ მოხდება ადმინისტრირება ასევე არის რომ აუცილებლად ასეთ ქმედებას შეურაცხყოფას ღია ტექსტით აღვირახსნილი ტექსტი და ეხლა ბოდიშ ვიხდი ცოტა იმ თაობის ადამიანს წარმოვადგენ როდესაც ვერ წარმომედგინა ქალის თანდასწრებით შეგინება ვერანაირად ვერ წარმომედგინა და ქალის თანდასწრებით სიმღერა ამ ეს ჩემთვის იწვევს გაკვირვებას მაგრამ პირადულ იმაში Facebook-ში ну რაღაც მოსაზრების გამოთქმა გინდა ხომ გამოთქვი უწყინარად ეხლა ძალიან ბევრ მე პატივს ბატონი დავითისას მაგრამ არ ვიზიარებ და ვიკამათებთ ამაზე მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე რო არ მომწონს ბატონი დავითზე პირდაპირ ვეცე და პირდაპირ დაუწერო შე ასეთო ისეთო შენი ესეთი შენი ისე აუცილებლად სადღაც უნდა ჩარჩო აი სამზღვარი უნდა დაედოს აუცილებლად რომლის იქითაც ხომ უკვე კამათი კი არა არის უკვე შეურაცხყოფა ეს არის ღირსების შელახვა და რაღაცნაირად ეს უნდა მოექცეს ჩარჩოში და მე მიმაჩნია რომ სნაბიჯი სწორია დანარჩენზე ვიდაოთ რამდენად კაცრია, რამდენად არ არის მკაცრი, რამდენად უნდა დაუმატოთ, რაღაც სხვა რეგულაცია, რაღაცნაირად უნდა მოდიფიცირება გავაკეთოთ თუ ასე შემდეგ. კი ბატონო. ცოტნე, აი ამ კანონმდებლობის ინიციირების შემდეგ გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოტივით ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდნენ ოპონენტები და არაერთი პოზიცია მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. მაშინ როცა იმ პირობებში როცა სოციალური ქსელი არის ფაქტობრივად შეურაცხყოფის პოლიგონად ქცეული. ვინდა როგორ უნდა დაიცვას მოქალაქე ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული მსხვერპლი თუ არ იმოქმედებს კანონი. ну აქ ჩემი ღირებულებითი ნაწილი ესეთია რომ ამ საკითხს უყურებ როგორც ეთიკას და მორალს და არ მიყვარს როცა ეთიკა და მორალს კანონით ვასწავლით ვინმეს არ მინდა ჩემი შვილი კანონის ძალით ხდებოდეს რა არის სწორი და არასწორი და არ ქონდეს მორალიდან რაღაცა გამოცდილ საზოგადოებად გავიზდები თუ ყველაფერი იქნება მექანიკურად გადაცეული კანონის შიშით და რასაც მე ხა სოციალურ ქსელში ვინარი ამბებს უყურებ ჩემთვის მათ შორის ძალიან ცოტა კომიკური გახდა ის რომ ორი პირის მიღმა მესამე პირი უფრო მნიშვნელოვანი გახდა სახელმწიფოს სახით თქვა და ადამიანი რომელიც თავშეურაცხყოფილად არ თვლის და არ უნდა რომ ეს ადამიანი ვიზას უთხოვნო შეურაცხყოფა მოგაყენა ის დაისაჯოს და ჩვენ ორ სუბიექტ შორის დამოუკიდებლად ხდება მისი დასჯა ეს კიდე ცალკეული აბსურდი იყო ჩემთვის. ეს ალბათ სავარაუდოდ ცალკეულ შემთხვევებზე საუბრობთ რადგან მაგალითად მე ვიცი რამდენიმე შემთხვევა როდესაც საკმაოდ მძიმე შედეგი დასრულდა მსგავსი შეელაპარაკება და პოლემიკა სოციალურ. კი მესმის უბრალოდ იმის მამინდა რომ სიტყვა არის ძალიან ესეთი უნიკალური რამე რომელსაც თავისუფლების ქონა არ ქონა ბენ რამეს განსაზღვრას მათ შორის ქმელსა და ამ ქმელს შორის ორი ადამიანი არეგულირებს ის სიტყვა რას ნიშნავს მაგალითად ზოგიერთ კონტექსტში ჩემთვის ნათქვამი კომპლიმენტი შეიძლება კომპლიმენტად აუღიყვა და ზოგიერთ მომენტში შეიძლება შეურაცხყოფად იქნას შემგან აქმული იმიტომ რომ თვითონ კონტექსტი განსაზღვრავდეს და ამის კონტექსტ განსაზღვრულია ჩემთვის მაგალითად ჩემ ტელეფონში რომ ჩაგახედო თქვა სოციალურ ქსელში რა ხდება მე რომ თქვა რომ კი ხა ის ხალხი და საჭერია ვინც შეურაცხყოფას მაყენებს ნუ არ ეყოფ ამას ამის სამსახური რო შეექმნა იმიტომ რომ ეს იმ გარემოთ მოიტანა რა გარემოც არსებობს და ის რომ ეს სიძულვილი არსებობს თვითონ ეს სიძულვილი რამ დაბადა ის თუ არ მოვაგვარეთ იმის გამოხატვაზე სადაც არ უნდა ვსდიოთ კარგთან ვერცად ვერ მივალ ხა მე ადამიანი ვარ რომელსაც რა კონცენტრით ამერიკას და შეურაცხყოფა მომაყენა სავარაუდოდ იმ ხალხმა რომელიც მე ამ კანონს იღებს და განსაკუთრებით არ მომწონს როცა აი პოლიტიკოსის საჯარო ხელის დაცვა ხდება ამ კანონით იმიტომ რომ აი რაღაცა პირიქით გონია რა არ მინდა ხელოვნური სიამტკბილობა გამივიღოთ რეალობად იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი სიამტკბილობა რომ საქართველოს საჯარო პირთა მიმართებაში მოქალაქე შენ იცოდე რომ შიშის გამო აღარ გაგინებს ეს აბლაგოს ჩემი აზრით მათ შორის
პოლიტიკოსაც გამოსავალი არის რომ ამ სიძულვებს კი ბატონო მაგალითები ვიყოთ ჩვენი რისი მიღწევაც გვინდა ამის მაგალითები ვიყოთ ჩვენ აქ მოწოლ სტუმრებს ყველაზე ნაკლებად ეხება ქონია მათთან შემხებლობა და მიუხედავად რაღაც ძალიან ერთმანეთთან ჩხუბთან არაზოს ეგეთი არ გადაგვილახავს მაგრამ იმის იქით მაგალითად მოქალაქე რომელიც ხდება რომ მან რომ პოლიტიკოს შეურაცხყოფა მიაყენოს ეს ისჯება მაგრამ თვითონ ის პოლიტიკოსი მაგალითად პარლამენტში ერთმანეთს დედასაგინებს და ხელს ურტყავს არ ჩანს ეს რაღაცა ძალიან ისე ხო ჩანს ისე რაღაც სხვა რამესთან გვაქვს საქმე ამიტომ ამ სიტყვის თავისუფლად ევროპაში რაც არ უნდა მიიღო როგორც უნდა მიიღო მე არ ვეთანხმები მაგას არ მომწონს ეს არის დაბლაგვება საზოგადოების მე ვთვლი რომ სიტყვის თავისუფლება როცა არის დაცული და როცა ამ სიტყვის თავისუფლების მიუხედავად მოქალაქეს ჩემდამი არ უჩდება სიძულვილი ეს მე გავხდი სხვა უკეთესად ეს მაყოფეს მე ფორმაში როცა მეცოდინება რომ მას არ უჩდება სიძულვილი ან თუ უჩდება ამას გამოხატავს და მე ამას ვცდილობ რომ დავაზღვიო ჩემი საკუთარი ქმედებით ან ვიღაცა ვინც არასწორად მაგინეს უბრალოდ არ ვითვალისწინებ რა ხვდები ხარ რამდენი ადამიანი პროპაგანდის ხორპლია და ისეთ რაღაცებს და ზოგჯერ გაოცებული ვარ რომ აი ეს თავში რა მოვიდა ეს როგორ გონია ნეტა მიცნობდეს რომ იხდება რა აბსურდულს რონდება მაგრამ ერთი წამითაც არ მინდა რომ ის ადამიანი დაიჭერდეს იმიტომ რომ ეგ მიზანი რაც თქვენ გვინდა ავაგოთ ნორმალური საზოგადოება მიღწეული არ იქნება სანამ კანონით კი არ მოვიტყვეთ თავთ ჩვენი ქცევა არ გადაიქცევა მაგალითად და არ დაწინაურდება ის კაცი რომელიც უფრო მეტად უზრდელია თუ ტელევიზორში იმ კაცს უფრო მეტად ხედავ ვინც ყველაზე მაგრა იგინება თუ საფსახურში ის კაცი უფრო წინაურდება ვინც ყველაზე მაგრა ჩხუბობს დეპუტატი ის ხდება ვინც ამ აგრესიის თავს ხვებს აწონეს მაგალითად აი ამას თუ დაანახე ბავშვი ეს არის წარმატების ერთ-ერთი საშუალება კი შეგიძლია უზრდელი იყო ის ჩვეულებრივ შეხედავს ამას მაგრამ როცა ამას არ უყურებს რა დიტო სამხარაძე რო დეპუტატია მე უბრალოდ არ მჯერა რომ მე ძდილობაზე დაშენებული პოლიტიკა ხდება იქითაც აქეთაც პოლიტიკოსებზე და ეს რომ განვაზოგადოთ ვიგივე თუნდაც მოქალაქეების კონტექსტში ამ შემთხვევაში როგორ უნდა იყოს მოქალაქეების კონტექსტში მე ძალიან მინიმალური გონია ხოლმე ხარ რაღაც ბარსელონა რეალზე თუ არ ჭუა ხოლმე სულ მაინც ძირითადად ურევია პოლიტიკა ძალაუფლება და ამ შემთხვევაში არის გადასული ეს ამბავი პრობლემა დადგა როცა ხდება სოციალურ ქსელთამებში როგორ რამდენად მძიმე შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს თვითონ მოქალაქე კი ბატონო უბრალოდ ეს мотиваცია თუ არ გავაკრეთ ეგრესია არ იყოს თავის სხვაგან თუ არ ერთმანეთს ეს დაპირისპირება თუ არ იარსებებს ეს გამოხატვის ფორმის რაღაცა შემცირდება მაგრამ როცა ხედა რომ ეს სიზღი არსებობს მე ამ სიზღს ზოგი გამოხატავს იმით რომ ფიფქებს დააწერს შეურაცხყოფილი სიტყვის მაგივრა ზოგი ფეიქ აკაუნტით მოგდგება და იმით შეგაგინებს სოციალურ ქსელზე საუბრობთ რომელსაც იმდენი შემოვლითი გზები აქვს ვიღაცას რომ შენი გამწერება მომდეს მაგ გამწერებით მაინც გაგამწერებს ახლა გიორგი გამსახურდია ხო გამსახურდია ის უფროს შვილის იმას უყურებდი ხა კომენტარებში იგინება ხო ფიფქები დადაწყვეტს რაღაცებს ხო კაც რომელსაც უცნობ ჯონდო შენი კოსტუმი და ვიცით როგორ უყარს იმ კაც გინება მაგას ხა კანონით რას იზა მაშინ ის საშვილის შეიძლება ციხეში წავიდეს რაღაცები დაურეგულირო ეგეთი რაღაც ვერ ხდება თუ ჩვენ ერთმანეთში ეს არ დავლაგდით ის რაც ამ თუ ერთმანეთი ამ ტრებით გონია ახლა აგენტი თუ გგონი ვარ მოგინდება ხა ჩემთან შევრაცხყოფა და მე რო ქვეყნის და რუსი და ეს თუ დარჩა ქართული პოლიტიკური სივრცე ამ ველში ეს სიატკბილებაც რომ გავაჩინოთ რა მნიშვნელობა აქვს აქ ხო ჩვენ ხო სხვა ტიპის დაპირისპირებაში ვარსებოთ ამიტომ სანამ ამ სათავეს არ მოულით აქ არ მიხვდებით რომ ავად თუ კარგად აი ამ ერთ საზოგადოებაში ვართ ეს ამ საზოგადოებას ვცდილობთ რომ გავხადოთ უკეთესი ხვალ ზეგ და მასეგ ეს ქცევის პატენი და ჩვენი ეთიკა გამომდინარეობს ჩვენს საუბარშიც ჩვენს საქმეში სადაც ვართ სადაც თანაშრომლობთ ამას ჩვენ მაგალითს თუ გავაჩეთ ეს რაღაცა მოიკლებს მაგრამ მე თუ ჩემს ხარდაჭერს ვეუბნები რომ ეს ისეთი მტერი არის როცა არის ზიარებდა საზოგადოების ნაწილი მათ შორის პოლიტიკოსების ნაწილი კი ბატონო უბრალოდ ამას ამ კანონით რას ვიზავთ აღმოაჩეთ რომ ვიღაცას ერთხელ დააჯერებ ორჯერ დაყადახდება იმას საერთოდ აღარ აინტერესებს მე რა მოხდება დაღატაღებულია და სვიფტიდან ამოგდებული არის ჩათვალეთ და ეკონომიკური სფეროდან მას დასაკარგი აღარაფერი რა უფრო მეტად გააგზიანებ სხვა აღარაფერი მიზანს ადამიანი არ დაისახავს გარდა იმისა რომ აწი ვინმე შენი გინება გააგრძელოს. აი მე დარწმუნებული ვარ, ჩემი გინების გამო ვიღაც ადამიანს რო დააჯარიმოს ახლა სახელმწიფო, იმას მე რო შევძულდები. რაც შორის სახელმწიფოც ისე უნდა. აი იმდენად შევზიზღლები, რომ ახლა ამას ისეს დავმართებო თქვა, ამ გაჭირებაში ვიღაცას 30000 ლარი ჩემდამი შეურაცხყოფისთვის ქონდეს. ანუ გარდა იმისა, რომ მიუხედავად მესმის რა პრობლემასაც იწვევს, თავისთავად მე მაინც ვფრთხილდები სიტყვის თავისუფლებას, რომ სიტყვა ძალიან უნიკალური რამეა, რა კონტექსტში რა აღწევს მას თავდასხმად და რა კონტექსტში არა. რთული გასასაზღვრი არის, იმიტომ რომ ეს შიგრიდან
პირად მორალის ამბავი და პოლიცია იქ ხელს ბოლომდე ვერ აფართურებს, ვერ გამოიწიებს კარგად. ერთ მომენტში ნათქვამი ვიღაცა შეჩემა უთხრა ეს მაკაცურში გაუგო თუ ეს გაუგო შეურაცხყოფად და ეგეთი უამრავი შეიძლება რამე თქვა. ამიტომ მე იდეოლოგიურად ღირებულებითი არ მგონია მე სახელმწიფოს განსასაზღვრო, მაგრამ იმის იქითაც ამას თავი რა გავანებო პრაქტიკულ დონეზე მივართ კან ძალიან ბევრ აბსურდებამდე თუ ეს გვინდა ყველაზე განვრცელოთ თელ საზოგადოებაზე ფიზიკურად 700,000 სამსახური ამას ვერავა რაც ჩვენთან ხდება განსაკუთრებით სოციალურ ქსელში ერთადერთი შანსი არის რომ ის კონკრეტულ ვიწრო წრეზე რაღაცნაირ ან პოლიტიკურ ელიტას ან რაღაცას მოარგო და იქ კონდეს გასწორებული აი იმაზე იმუშაოს ამ რაღაცას შექმნილმა ინსტიტუციამ და ის მაინც მე რეგი არ აქვს ვისაც ხელში ეჭირება რაღაც მომენტში მაინც გადაითარგმნება მის სასარგებლოდ იმიტომ ყველაზე ამას ვერ გააღწევ უბრალოდ ფიზიკურად ვერ აღასრულებ ამიტომ რახან ვიღაცაზე უნდა აღასრულო ამ სრულებელი გადაწყვეტავს ეხლა ვის პოსტებს მიაქციოს ყურადღება და ვის პოსტებს არა და ეს დღეს თუ არა ხვალთარა ზეგ მაინც გადაიქცევა პოლიტიკურ იარაღად არსებულ ხელისუფლებაში ის რო წავა სხვა არ მოვა ის უკვე შექმნილი არ აქვს უფრო მარტივად გადაიბერეს უკვე გაკეთებულია მე ხვალბალდება მის გაკეთება ის გამოიყენებს დღეს ვიც ხელისუფალია მის წინააღმდეგ ამიტომ ბევრ პრობლემას აჩენს ბევრ კომიკურ სიტუაციასაც აჩენს და რეალურად რომ მიდგეთ და სერიოზულად რომ მიდგეთ ვერ გამოასწორებ ამას მართლა არც ერთი სამსახური არ ეყოფა თუ გინდა რომ Facebook-ზე ხალხი არ წერდეს კომენტარს და TikTok-ში გადავიდეთ მაშინ სად შერდება ეს ან ჩემ რომელ fake account-ს არა Facebook-ზე არ წერია ზოგადად საჯარო სივრცე წერია და ყველაზე გულისხმობა ხო აი პარლამენტთან დაკავშირებით პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას თუმცა მანამდე შეკითხვას დაგისვენებთ ხელისუფლების ოპონენტები ერთმნიშვნელოვნად შიშობენ რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია ცენზურის ან თუნდაც იგივე პოლიტიკური კრიტიკის ჩახშობის მიზეზად იქცეს და ცოტნეც ნაწილობრივ ამას საუბრობდა არსებობს თუ არა ჩვენს კანონმდებლობაში დამცავი მექანიზმი აი ამის ასარიდებლად და ნახეთ პარლამენტის თემა ახსენა და რა თქმა უნდა პარლამენტი ძალიან მძიმე ინციდენტი იყო 26 ივნისს და კიდევ ერთხელ როგორც პარლამენტის თემა მინდა ჩვენ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა თუმცა შეგახსენებთ რომ იქაც სწორედ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სწორედ გინებისთვის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება და არა კანონპროექტის რომელიმე მუხლის თუ პუნქტის გამო და იმის გამო რომ ვიღაცა რაღაცის ჩასწორებას ითხოვდა და იცის საზოგადოება რა თქმა უნდა ზრდილობა მოგვეთხოვება ყველას ყველგან სადაც არ უნდა მუშაობდეს სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ რაც არ უნდა ვაკეთებდეთ ამიტომაც თუ ჩვენ შევაფასებთ ერთი თვე რა გაკეთდა ამ თვალსაზრისით ერთი არის რამდენი საქმე წავიდა სასამართლოში მეორე არის რამდენად შემცირდა ზოგადად სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოხატვა ხო რატო იმიტომ რომ ამას აქვს პრევენციის მექანიზმი არავის არ ჭირდება არავის არ საზოგადოებრივი შრომა არც დაჯარიმება და მით უმეტეს არც 20 დღიანი პატიმრობა ხო თუ ამის საჭიროება და ადმინისტრაციული სასამართლოების პასუხისმგებლობა არ არის და ეს მინდა რომ ჩვენო მოქალაქეებმა იცოდნენ ამოცანა არის ის რაზეც საუბრობდი და იგივე რაზეც ბატონო შალომ აქცენტი გააკეთა ხო თუმცა იგივე საგზაო უსაფრთხოებაზე საუბრობთ რატო გვინდა ჩვენ წითელი ფერი შუქნიშანზე რატო გვაქვს ზებრა გადასასვლელი და შემდეგ რომ დანაშაულის პრევენცია მოხდეს ვიღაცამ შეიძლება მაიჩაიდინოს დანაშაული ხლა ის უბედურება რაც გორში მოხდა იცით თქვენ ადამიანის სამჯერ დააჯარიმა გადაიხადა პატიოსნა და მეოთხეჯერ იმის გამო რომ მანავინ არ გავაჩერა და სხვა ზომები არ მივიღეთ აგერ დედაშვილი შეიწირა ხო მაგრამ სადღაც ხომ მუშაობს ეს რომ აი ჯარიმა არის და მუდმივ ამას არ ვიზამ და ამან უნდა იმუშაოს იქ სადაც აღარ არის მორალი რასაც ცოტნე საუბრობდა ხო იმიტომ რომ ახლა ადამიანები არიან სოციალურ ქსელში და არც მანამდე იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ და არც ახლა იმიტომ რომ იმ არ დამაჯარიმოს ხო ვიღაცას აქვს მორალი ვიღაცას არ აქვს როცა ჩვენ საუბრობთ თან ორგანიზებულ ქმედებებზე აქ არ არის საუბარი ადამიანები ვიღაცას რაღაცა შეაგინა ხო როცა შენს რაღაცა განცხადებას ან შენ რაღაცა ციტატას კონკრეტულად სოციალებში ჯგუფებში ჩაუშვებენ და აბა ბიჭებო მიხედეთ და დაგათრევენ კედლიდან კედელზე გლანძღე თან ამას ხო აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან და ზოგადად გამოხატვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს ხო და რასაც ბავშვად საუბრობთ იმაზე რომ ამას ხო არ შეიძლება რაიმე მოყვეს შემდეგი ნაბიჯი მაგალითად პოლიტიკური განცხადება თუ შეფასება და შემდეგ და ცენზურა არა თორე ეს წარმოუდგენელი ამბავი ამას კანონი არ იცნობს და არც არავინ არ აპირებს ასეთი კანონის მიღებას აქ არის საუბარი მარტივად რომ მიზანმიმართულად კონკრეტული პირი ან პირთა ჯგუფი ამოირჩიო იმისათვის რომ გაზარდო მისდამი უკმაყოფილება ხელოვნურად გაზარდო მისი არაპოპულარობა ასე ვთქვათ გაზარდო მისი ზიზღი სიძულვილი იმისათვის რომ უფრო მეტად ცნობადი გახდეს ეს ადამიანი მარტო იმიტომ რომ რაღაცა თქვა ისეთი რომელიღაცა პოლიტიკოსისთვის მისაღები არ იყოს და მე მქონია შემთხვევები და თქვენ ამასაც შეგიძლიათ დააკვირდეთ ხო ხა იგივე ცოტნე მხარდაჭერი შეიძლება ნაკლები შევიდეს მიჯგუფზე გვერდზე ან ვინმე ჯგუფზე იმიტომ რომ როგორც კი შენ რაიმე მხარდამჭერს და განსხვავებულს დაწერ
მე შენს გადაგივლია და უფრო მოდაშია ცუდებზე კიდე უფრო ცუდების წერა, უფრო კარგი ადამიანი გამოჩნდა, ვიდრე იკითხო რომ ამ ადამიანს რატო ლანძღავთ, რომელი საქციელის გამო, რომელი გადაწყვეტილების გამო, ეს დისკუსია ხო არ არსებობს. ხო, მადლობა თქვენ, რომ ასეთი ფორმატია, პრემიერის ინიციატივა, დებატები დაიწყო და ასე შემდეგ, მაგრამ საზოგადოება ხო ამაზე არ მსჯელობს. და რატო უნდა იყოს ეს თემა დახურული, იმიტომ რომ რაც შეიძლება ორგანიზებულად ლანძღოთ, ვაგინოთ ერთმანეთი, საიმისოთ რომ მე აღარასოდეს დასაჯდომი ერთად მაგიდაზე აღარ გქონდეს, ხო? ეხლა იგივე ბატონ დავითთან ცოტნესა თავის დროზე საკრებულოში, დებატებში ჩვენ რატო მოვდივართ ისევე თქვენ რომს დაგვპატიჟოთ, ჩვენ შეიძლება არ მოვიდეთ თუ მეცოდინება რომ ისეთი ოპონენტია, რომელიც მე აქ შეურაცხყოფას მომაყენებს. და მე არ დაველოდები პოლიცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ხო? ჯერ კაცები ვართ, ადამიანები ვართ, ქართველები ვართ, მე ვარ პარლამენტარები, საკრებულოს წევრები და ასე შემდეგ, ხო? ხო, და ყოფილა რომ ვიღაცა მაშინ მე მაგასთან არ მოვალ, იმიტომ რომ აი წინაზე ასე მოხდა და პოლიტიკოსებს შორის ვიძახი. ეს კულტურაც ხო ნელ-ნელა დავამკვიდრეთ, ჩვენ და შეგვიძლია დებატები და კამათიც, ხმაურიც და ასე შემდეგ. პარლამენტშიც კიდევ იმეორება არ იჩხუბი არ დაწყებულა კანონ პროექტის მუხლის გამო. რო რას წერთ ამაში ეს უბედურებას მოუტაშო ეს ქვეყანას და აბა არქნათ და აბა კი არა დაიწყო დედიზინების გამო. ძალიან მარტივად და კიდევ ერთხელ მოდიშ მინდა საზოგადოებას მოვხადო. ამიტომ თუ ჩვენ ვნახავთ რა მუშაობს თუ არა ეს კანონი, მუშაობს, იმიტომ რომ შემცირებულია და კარგი იქნებოდა ამის საჭიროება საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ხო საქართველოს არ ვლაპარაკობთ ხოლმე კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ხო, რომ თელ სოფლიოში ამას ლანძღვას, გინებას, წყევლას, ყრულვას თურმე აზრის გამო და გამოხატვის თავისუფლება ქვია და საქართველოში შემოვიღეთ თურმე რაღაც რეგულაციები, არა. ნახეთ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო. ნახეთ სასჯელების რაოდენობა ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში. რაღაცაში გვინდა ევროპას დავემსგავსოთ, რაღაცაში არ გვინდა. კი, ესეც გემოვნების საკითხია, მაგრამ ფაქტი ერთია. რატო საუბრობთ ჩვენ ზოგადად რაღაცა დაუწერელი კანონიაო, რატო ვამბობთ? არის მორალი და ღირსება და საკითხები, რომელსაც დაწერა არ ჭირდება. პარლამენტარებმა ის არ უნდა დავწეროთ და კეჭი არ უნდა უყაროთ, ეს ასე არის, ხო? მაგრამ რატო ხდება რაღაცის დაწერის საჭიროება, როცა აღმოჩნდება, რომ აი ეს დაუწერელი არ მუშაობს და კი ბატონო, ზათავართ ნებისმიერი დებატისთვის, კამათისთვის, მაგრამ რა სიკეთეს მოაქვს ადამიანის მიმართ ორგანიზებულ ლანძღვას, გინებას და წყევლას, გარდა იმისა, რომ საძულველი გახდეს ეს ადამიანი, რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანისთვის და მეტმა ადამიანმა მიაყენოს მას შეურაცხყოფა, ისევე როგორც ეს ხო მეორე ხრივაც მუშაობს, მარტო იქ სახელები და გვარები ხო არ წერია და თანამდებობის პირები წერია, რომ ზოგადად საჯარო სივრცეში უნდა დავიცვათ სიძულვილის ენისგან. ეს იქნება ეთნიკური თუ ბევრი სხვა მიმართულებით და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ეს რომ არ არის და სწორედ საზღვრის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება არის ზუსტად ზღვარი, არა ის რა სასამართლო რა დაადგინა, მხოლოდ არამედ მიდგომა, რომ აზრის და გამოხატვის თავისუფლება არის სხვა რამ და ადამიანის შეურაცხყოფა, სიძულვილის ენის ტირაჟირება და ორგანიზებული ქმედება იმისათვის რომ ადამიანი მორალურად გაანადგურო, ეს არის დანაშაული, რომელიც იჯდება ძალიან მსუბუქად სხვა ქვეყნებთან შედარებით და აზრის გამოხატვის თავისუფლება კიდევ მეორე აბსოლუტური უფლებაა, დაცული უფლებაა და დღეს როგორ წარმოგიდგენიათ ეხა რომელ ქვეყანაში შეიძლება ადამიანს აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდო, ასეთ რამ არ არსებობს. იგივე აქციებთან დაკავშირებით ხო ეგრეთ წოდებული ტროტუარზე დგომა რო დაარქვეს. ანუ წერია კონკრეტული დანაშაული, კონკრეტული პრობლემა, რის გამოდაც შეიძლება ადამიანის პასუხისმგებლობა დადგეს არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პოლიციის მხრიდან და საუბარია რომ თუნდაც ვიღაცა ტროტუარზე დგას და ტროტუარზე გახრა და იჭერა. ხო. და ეს ტერმინები იარლიყებს ხო რომ ტროტუარის ზედგომა, 9 მილიონის კოსტუმები უყიდა თურმე სააკაშვილს და ასე შემდეგ. ხო რომ ვიღაცა ჩათვალეს ერთი კოსტუმი იყიდა და მე რა მოხდაო და 9 მილიონზეა ლაპარაკი ხო ბიუჯეტის ფულზე და როცა ახლა ასე ვერძით კორუფციას და ვიღაცის კორუფცია თუ სავარაუდო კორუფცია ასეთი პრობლემურია, საზოგადოება წინა ხელისუფლების კორუფციულ გადაწყვეტილებებს უნდა ქონდეს იგივე რეაქცია. და კიდევ მეორე თუ ჩვენ ვამბობთ რომ კანონმა იმუშავა თუ არა, ფაქტია რომ იმუშავა, ის რომ მეტი თანამშრომელი დაჭირდეს, იმიტომ რომ გინებების რაოდენობა, ამწყების რაოდენობა მოიმატა, ასე არ არის, პირიქით, დარეგულირდა და კარგია. და რასაც ბატონი დავითი ბრძანებდა, იმასაც ვერ დავეთანხმებ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ეს განცდა არ გვექნა, რომ ზოგადად მოქალაქეებს რომ ვიღაცა და სახელმწიფო ვალდებული ყველა მოქალაქის უფლება დაიცვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ უნდა გამოვთიშოთ აქედან სახელმწიფო და მე რო ვიღაცა რაღაცას მომწერს უნდა ავიღო და დაურეკო 10 იმდენი უთხრა, ანეთი იმდენი მივწერო, მე სადღაც დავიბარო, დამიბაროს და ასე შემდეგ. ამის მაგალითებს ყოფილა არაერთ პოლიტიკოსსა და ადამიანს შორის კი არა. ვიღაცამ რომ გოგონას რაღაცა დაუწერა და ძმამ მომკითხა პასუხი და ასე შემდეგ და ეს ხა ჩვენ ყველაზე ცუდი ეს არის რომ ეს აგრესია და სიძულვილი არსებობს და ამაზე თანხმდებით და ეს ყველაზე მეტად ცუდია და ყველაზე მარტივია ამის გამოხატულება.
ხო, და ხა ყველამ კარგად იცის, რომ ასე პირდაპირ ადამიანს ასე შეურაცხყოფა მიაყენო, ის არ დაელოდება პოლიციის ან სახელმწიფო ჩართულობას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. სხვანაირად გაქცევს პასუხს, მაგრამ იქ კლავიატურაზე კაკონი ხო ყველაზე ადვილია, ხო, არანაირი მორალი იქ არ აქვს, არანაირი ვალდებულება არ აქვს და გუნია რომ ასე იტყვი და ეს ყველაფერი შეგრჩება. ამაზე საუბრობ, რომ ამის პრევენციისთვის იქნება ეს კანონმდებლობა მიღებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში და ბევრ სახელმწიფოებში, სოფლიოსი და რა ვქნათ სოციალური ქსელი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, ხო, ფაქტობრივად დილით ვიღვიძეთ, სოციალში შევდივართ, დრო გამოგვიჩნდება სოციალურ ქსელში შევდივართ, ძილის წინ კიდე გადავავლეთ თვალს რა ხდება და ვაგებინებთ თელ სოფლიოს ჩვენ აზრს, ხო? იმიტომაც არის ეს შექმნილი და არა იმიტომ რომ ლანძღოთ და ვაგინოთ ერთმანეთი და თან კიდე ყველას გავაგებინოთ და მთავარი ორგანიზება გავუკეთოთ ამ ყველაფერს. ამაზე აქ ლაპარაკით ვარ, ხო, მორალი რომ მუშაობდეს და შეგვეძლოს ჩვენ ნორმალურად საუბარი, რა თქმა უნდა, არც ამდენი უბედურება ქვეყანაში არ იქნებოდა. ამიტომ ფიქრობ, რომ გონირული იყო ამ კანონმდებლობის მიღება და ფაქტია, რომ მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ შემცირდება ასეთი განცხადებების რაოდენობა, შემცირდება სასამართლოებში გადაგზავნილი საქმეების რაოდენობა და საბოლოო ჯამში ერთგვარი არბიტრი, მორალური ამ კანონის თვალსაზრისით, რომელიც უკვე გვაქვს მოგცეს იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად უფრო ნორმალურ კალაპოტში გადავიდეთ და პოლარიზება შევამციროთ, იმიტომ რომ გარედან რაც არ უნდა უნდოდეს ვინმეს ამის არევა. საბოლოო ჯამში ჩვენ დავისჯებით. და სოციალები არ იყო 91 წელს და 92 წელს, მაგრამ სხვანაირად მოვახერხეთ ერთმანეთში შეურაცხყოფის მიყენებაც, ხელის გარტყვას, მერე ტყვიისროლად, სამოქალაქო ომის და გვიხარო და ვიღაცამ ქუთაისი როა იყო, მერე პირიქით რომ ქუთაისი გავათავისუფლეთ და დღეს რომ ასე დღეში ვართ და 10 წლით ანა ვართ წინ გინე ეკონომიკურად და სხვანაირად მინიმუმ რო ტერიტორიები დაკარგული გვაქვს. ეს სწორედ იმ სიძულვილის დამსახურებაა, რომელიც თავის დროზე ჩათესეს და მივედით მერე სადამდეც. ამიტომ ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონიდან გამომდინარე მორალიც გავიხსენოთ და ვიცოდეთ, რომ ასეთი ქმედება უბრალოდ არ შეიძლება. გასაგებია, ბატონ დავით, განსხვავებული აზრის მიუღებლობა ჩვენს საზოგადოებაში ერთგვარ ნორმად იქცა, რასაც უყურებდით თუნდაც და ვუყურებთ სოციალურ ქსელებში და სწორედ ეს არის შეიძლება ითქვას იგივე საჯარო შეურაცხყოფის, ცილის წამების, სიძულვილის ენის გამოყენების მიზეზი. თუ კი თქვენი პოზიცია გულისხმობს იმას, რომ აი ამ კანონმა შესაძლებელია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს, მაშინ რა შეიძლება იყოს ჩამკეტი მექანიზმი, როგორ ხედავთ პროცესს? გამოხატვის თავისუფლებაც უფლება აქ ჩვენ საუბრობთ ახლა ფორმებზე, ხო ჩვენ რაღაცა არ მოგწონს. იმიტომ რომ გამოხატვისას ადამიანები იყენებენ უცენზურო სიტყვებს, აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმა არის, ხომ? ადამიანები ამას იყენებენ. ჩვენ არ ვიცით თუ ამის აკრძალვის მერე ეს რა ფორმას გამოიყენებენ თავისი აზრის განვითარების ან რაღაცა აზრი რო იქნება, არ იქნება მიმღებლობა, რა ქმედებას განახორციელებენ. სწორად ამაზე უსვავდი ხას, რომ სიტყვა და ენა მეთქი არის ყველაზე უწყინარი საშუალება ამ გამოხატვის ფორმებიდან. ანუ მოლოდინი გაქვთ, რომ შესაძლებელია გაცილებით დამძიმდეს მდგომარეობა ამ კანონის ამ მოქმედების პირობებში. კიდევ განმეორდები, რომ სიტყვა და არის ყველაზე უწყინარი ფორმა შენში არსებული ან მიმღებლობის ან სიძულვილის გამოხატვის. ეს ყველაზე უწყინარი ფორმაა და ამ უწყინარი ფორმის აკრძალვით მე მაგშიში რომ შეიძლება სტიმული მივცეთ გაცილებით უარეს ფორმებს გამოხატულების. ზოგადად არსებული ხელისუფლება მიდრეკილი არის ამ აკრძალვებზე, რეგულაციებზე, დაჯაზე, დაჯარიმებაზე, თავისუფლების აღკვეთაზე და ხანდახან ისეთ თემებს ეხება ეს რომ მე ხშირად მეცინება კიდევ და ესეც თითქოს ეგეთი შემთხვევა ვინ მოსთხოვა ქართულ ოცნებას რომ მომრჩეველმა მოუწოდა როდის ჩაუტარეს მიტინგი და მოთხოვეს რომ აუგზავნონ ადამიანებს რაღაც დილციტყვაობა ანგინება და ბატონმა შალომმა ჩამოთვალა ხო რაღაც ქართველების ფასეულობები ვაზი და ასე შემდეგ რა ვიცი მე მგონი ქართველი კაცის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა გინების უფლება რა ვიცი და დღეს სრულიად ისეთ გაუცებული რომ ფუნდამენტური უფლება არის გინების უფლება კახეთში ცოტა ვერ გავიგე მაგრამ არის ურბანული თავისუფლების ფარგლებში არა მე ხა ვიძახი უბრალოდ მეტყველების კაბრეზი არსებობს კახეთში რა ვიცი ყოფილხარ და მე იმედი ამ ყოფილხარ და სუფრაზე და სრულიად ისეთ შინაურ წრეში თუ გინდათ სტუმრებთან ერთად რა ვიცი ხსმენიათ ხო ყურში მოხვედრიათ ამას გულისხმობ. მაგრამ ერთმანეთს მაგრამ ნაკრების თამაზე შეიძლება თელი დინამოს სტადიონის დაჭერა. დღეს მოვისმინე. თქვენ რომ თამადა ბრძანდებოდეთ
თქვენი მეუღლის დაბადების დღეზე და რაღაც ვიღაცა როყიოთ ვიღაცამ რაღაცა თქვას, ხო? თქვენ ხო აუცილებლად არ ვამბობ, რომ თავს დაესხმედათ, მაგრამ ხო პასუხს მოთხოვთ, რომ ასე არ შეიძლება. ამიტომ მაგასაც გააჩნია, ხო, ქუჩის ლექსიკა არსებობს. ეგ არა, ბატონო შავ, ეგ არის დილობის. არა, თქვენ ხო შეეცდებით მის აუცილებლად შეეცდებით, რა თქმა უნდა. ვინ გაარჩევს ახლა მას გინება რა ფორმითაა და შინაარსით ნათქვამი და როგორ არა გინება, რას ქვია ეს? სხვა რამეს ვიძახი, დღეს ჩვენ გასაოცარ კიდე მოვისმინე ესეთი ამბავით, არ მჯეროდა რომ სიმართლეა, მაგრამ ქალი დაუჯარემიათ წყევლისთვის, გესმით? წყევლისთვის და რა ვიცი ქართულ კაცს თუ გინებას უგზავნავ და ქალს წყევლას, რა ვიცი მე რა დაცვაზე, ქართულობის დაცვაზე ლაპარაკია. ქართულობას აგვიღია ქართულობას გვართვენ ბატონო. წყევლა გინება. არ ვიცი, არქსმენი, აი ხანდახან ისე გაოცებული ვარ. არქსმენი წყევლა, თუნდაც რა ვიცი, ბებია, ბაბუების, ან გინება, რა ვიცი, აქ არ გავიზარდეთ ამ ქვეყანაში. ანუ სკაბრეზი თუნდაც ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ჯდება გამოხატვის თავისუფლება. ხო და ვინ უნდა გაარჩიოს ახლა ეს რა როგორ არის ნათქვამი, რა კონტექსტშია ნათქვამი? ქართულმა სასამართლომ თქვენ როგორ ხედავთ? ქართულმა სასამართლომ. ანუ ფიქრობთ რომ სასამართლომ არ უნდა გაარჩიოს და კონკრეტულმა ინსტიტუციამ უნდა გაარჩიოს. ჩვენიცით რა დრო ჭირდება სასამართლოს? უფლებები ხომ იწყება, ანუ მე არ მაქვს იმის უფლება რომ თქვა შეურაცხყოფა მოგაყენოთ, ხომ ცხადია ეს იქნება საჯარო სივრცეში, ეს იქნება სოციალურ ქსელში თუ პირადი საუბრისას. ვერბალური ფორმით არსებობს გონება იმისთვის გვაქვს რომ სხვა ფორმით თქვა გამოვთქვა ჩემი აზრი, ან უკმაყოფილება თუნდაც ან კრიტიკა. რატომ უნდა იყოს დასაშვები, ან როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუცია თუ საერთოდ უნდა გაიწიოს გვერდით. ეს არის დილობის ამბავი, ეს დილობის ამბავი. აი ადამიანებს შორის ურთიერთობა შუა შეიძლება ყველგან შემოიყვანოთ სასამართლო. არა, იმიტომ რომ ეხლა არასწორი ფრაზისთვის ან შეურაცხყოფისთვის შეიძლება ბატონო დავით, პერიოდი, როდესაც უმძიმეს შედეგებამდე მივიდოდით, რომ არა ვთქვათ კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც აჩერებდნენ ოჯახის წევრებს, როდესაც მათი ოჯახის წევრებს უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცილსაც წამებდნენ ხშირ შემთხვევაში. აი ამ შემთხვევაში როგორ შეიცვლება და აქ ახლა პოლიციელი ჩადგება. თქვენ გონიათ რომ 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში ყველა ესე შემთხვევაში შუაში ჩადგება პოლიციელი? თქვენ ფიქრობთ რომ არ უნდა ჩადგეს და ინსტიტუცია არ უნდა ერევოს, სახელმწიფო არ უნდა ერევოს. როგორ უნდა დაინტერესებს როგორ ხედავთ? უყურეთ, ადამიანები შეურაცხყოფისთვის, თუნდაც შეურაცხყოფისთვის ან რაღაც არასწორი მიმართვისთვის შეიძლება გაცილებით მძიმე მორალური სასჯელი მიიღონ, ვიდრე სასამართლოს დადგენილებით გამოწერილი ვერდიქტი იქნება, გესმით? იმიტომ რომ ესე არის ამ საზოგადოებაში მიღებული და ეს მარტო არ ნიშნავს რაღაც ძალადობას, არამედ კი შენ შეიძლება რა ვიცი ამის გამო შენ მეგობარი დაკარგო, ამის გამო შენ არასასურველი სტუმარი გახდე, ან ბევრი ისეთი რამე შეიძლება მოხდეს შენს თავს, აი არასწორი სიტყვით ან შეურაცხყოფით, რომ გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე 2000 ლარიანი სასჯელი. გესმით და ამიტომ მაგას ვიძახი ყველაფერში. ეს ნამდვილად არსებობს. ბატონო? ეს რისკი არსებობდა. როდესაც ერთმანეთს აყენებდნენ შეურაცხყოფას სოციალურ ქსელებში, ეს არსებობდა, ოჯახის წევრები საკმაოდ მძიმედ რეაგირებდნენ. კი, ხდება, ადამიანებში ეს ხდება, ეს არის ჩვეულებრივ ჩვენი ყოფიერების შემადგენელი ნაწილი და ჩვენ რაღაც საკანონმდებლო აქტით მიღებული დადგენილებით ამას ვერ აგვძალავთ, წარმოუდგენელია, გესმით? თუმცა მსგავსი შემთხვევების პრევენცია ხომ მოხდა. ეს ერთი და მეორე, თქვენ როგორ ხედავთ, ეს არის საინტერესო. თქვენ დარწმუნებული ხართ რომ მოხდა? ბატონო? თქვენ დარწმუნებული ხართ რომ მოხდა პრევენცია? ეს შემთხვევაში მოხდა ნამდვილად პრევენცია კონკრეტული მაგალითების მე ძალიან სკეპტიკურია თავად. თუნდაც სოციალურ ქსელებში ამბობენ რომ ახლა რომ არ გვაჯარიმებდნენ, მაგათად ვიტყოდი ამას და კონკრეტულ პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა დანარჩენი თუ უბრალოდ მოქალაქე რომელსაც აქვს კონკრეტული სუბიექტისთვის მიუღებელი პოზიცია, ან განსხვავებული პოზიცია მისგან მიაყენებდა შეურაცხყოფას. არაერთი მაგალითი გვინახავს და არაერთი კომენტარი გვინახავს მსგავსი. კიდევ ნახავთ ხაბატონო მაგა. ოღონდ შეიძლება ის ფრაზები რაც ეხლა ცოტნებად თქვა, შეიძლება ფრაზები არ გამოიყენონ და რა ვიცი, შეიძლება რაღაც ისეთი კუპლეტით მიაყენონ, სრულიად ლამაზი კუპლეტით მიაყენონ შეურაცხყოფა და ვინ უნდა გასაჯოს მეთქი. სასამართლო ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სასამართლოს ეხლა ვთავთ ისეთ საქმეში, საქმეები არის წლობით განუხილველი. რო ვეკითხები, რატო გრძელდება სასამართლო, ამდენი ხანი მოსამართლეები არ ყოფნისო, საქმეები არის ბევრი და უამრავი სამოქალაქო დავა გასარჩევი, უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულზეა სასამართლოს ვერდიქტი გამოსატანი. სასამართლო ამას თავს ვერ ართმევს და ეხლა კიდე შემოიტანა ქართულ ოცნებამ განსაკუთრებულად ადამიანები რომ ერთმანეთს რაღაც შეურაცხყოფას მიაყენებენ და ეხლა ამაზე უნდა იარონ სასამართლოების სხდომები უნდა ჩაინდოს. საქმე არა გვაქვს. კატეგორიულად მიუღებელი. საქმე არა გვაქვს.
არა, რას ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და პირობითად მომაყენეს შეურაცხყოფა და მე მინდა რომ რაღაცა არსებობდეს ქვეყანაში ან ცილი დამწამეს, არ უნდა არსებობდეს კანონმდებლობა, რომლის მეშვეობითაც თავს დავიცავ. ვერ დაიცავთ თავს. ვერ დაიცავთ. ევროპულ ქვეყნებში საერთოდ მისტრაფით, რომელიც ჩვენთვის სამაგალითო არის, თუ კი არსებობს იქ, რატომ არ უნდა არსებობდეს საქართველოში? ჩემთვის ევროპაში სამაგალითო არის არაერთ პიროვნული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ევროპაში მე მომწონს სუსტად სასამართლო, რომელსაც არ აგინებენ, არამედ პატივს სცემენ. კი, მე მომწონს ბევრი რამე ევროპაში. მაშინ ევროპაში რატო არის ასეთი კანონმდებლობა, ბატონ დავით? მაგაზე საყდური მიიღეს ევროპელებმა, ამერიკელებმა. კი, ეს ამბავი გადის სინამდვილეში სიტყვის თავისუფლებაზე და აი თუნდაც გაიჟღერა ჩვენი მიიღო ეს კანონი პარლამენტმა, რომლის ერთ-ერთი რაღაც ისეთი გამორჩეული მაგინებელი, ისე დამაგინებელი პარლამენტარი გახდა ქვეყნის პრეზიდენტი და რამდენიმე დღის წინ ხელშეუხებელი ბრძოლა იყო პარლამენტში და ახლა მე მინდა მე უნდა დავიჯერო ეს და მივიღო როგორც მოცემულებად, რომ ამ ხალხის მიერ მიღებული კანონი მართლა გამსჭვალული არის სიძულვილის ენასთან ბრძოლით. თქვენთვის არის ვერ დავიჯერებ ამას. გასაგებია, ბატონო შალვა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ითქვა, რომ ეს შეიძლება იყოს ერთგვარი პრეცედენტული სახელმძღვანელოც. სად გადის ზღვარი? თქვენ როგორ ხედავთ პროცესს გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის, ან როგორ გესახებათ აი ამ ზღვარის გავლება? ერთ ნაწილში ვეთანხმები ბატონ დავითს, რომ ძალიან ძნელია რომ განასხვავო, აი სადღაც სადგადის ზღვარიო, მაგრამ აქ ჩემთვის კრიტერიუმი არის მეორე მხარე, ადამიანი, თუ როგორ მიიჩნევს ის ადამიანი, თითქოს აი უწყინარი სიტყვა წეღან. ბრძანა კიდევაც, არ მინდა გავიმეორო, აი სიტყვა რო ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვა, რამდენად შეურაცხყოფილად იგრძნობთ თქვენ თავს. უნდა არსებობდეს დაცვის მექანიზმი და კანონი სულაც არ ითვალისწინებს, რომ ეგრევე ეცნენ და არიქა და დაახრჩოდა. ქართულ ადამიანს აქ უამრავი სიტყვა მომიტევე, უკაცრავად მაპატიე, ბოდის გიხდი და ასე შემდეგ, რომ ამით ამოიწურება და დამთავრდება, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, თუ თქვენ ვიღაცა ბოდიში არ მოგიხადათ, თუ არ იხდის და ვიღაც მართლა უზრდელი ადამიანია და დაჯარიმდება, თუ ეს არ მოხდება, თქვენ დათრგუნული ივლით, თქვენ მორალურად ხართ დამცირებული და ყოველი დღე თქვენთვის არის სატანჯველი და როცა გაიხსენებთ, მართლა ტანჯვას გაყენებთ აი ეს ნათქვამი. ამიტომ მე მიმაჩნია კიდევ ერთხელ, აი ბოდიშს ვიხდი, ერთი მაგალითი უნდა გავიხსენო, რახან ამის შეუძლებლობაზეა საუბარი. არც თუ ისე შორეულ წარსულში სიგარეტი აიკრძალა. სიგარეტის მოწევა აიკრძალეს საჯარო ადგილ კაცრავად საზოგადოებრივი კვების რესტორნებში და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით არის თუ არა ეს ადამიანის უფლების შეზღუდვა. კი, საკუთრების უფლების შეზღუდვა. ხო და ესე იგი, რა თქმა უნდა, აი იმ ადამიანების, ვინც თვლიან, რომ შეიზღუდა, ხო? მე ვთვლი, რომ ესე იგი გაიზარდა რისკი ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მოშლის იმ მოწეული სიგარეტით იმ დახურულ სივრცეში. სწორედ ამიტომ იყო მიღებული ეს რეგულაცია. და ასეთი მაგალითები ახლა აღარ რეკლამები აიგზალა, აღარაფერს ვამბობ შემდგომ, ასევე ალკოჰოლის მოხმარებაზე გარკვეული ცენზია დაწესებული და ასე შემდეგ. ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარკვეული რეგულაცია საჭირო იყო და ფაქტია, რომ სიგარეტის მოხმარებაც რამდენადმე შემცირდა რესტორნებში და იმაში რას ქვია შემცირდა კი არა გასუფთავდა სივრცე რას ლაპარ მე არ მეგულება რესტორნებს სადაც უკვე სიგარეტს ეწევიან ხო არა გულისხმობ ამ შემთხვევაში ზოგადად მოხმარებას ნუ ახლა მოხმარება ეს კიდევ სხვა თემა არის ყოველ შემთხვევაში მთელი მსოფლიო ებრძვის ამ მავნეს ეს ისევე როგორც ალკოჰოლის და ისევე როგორც ნარკოტიკის მოხმარებას თუმცა რახან ახსენა ჩვენ უკვე გზებზე ვსაუბრობთ, სხვა რა გზებია, ხო? მე აღარაფერს ვამბობ, რომ ამისთვის განათლების რაღაც ის ნაწილი უნდა გააქტიურდეს, რომელიც ბავშვ პატარაობიდან ასწავლის კარგი და ცუდი რა არის, რომ ბავშვისთვის არ იყოს ორგანული სკაბრეზით საუბარი. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე, მომრავლ და უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია გვაქვს, სადაც სიტყვა დემოკრატია, ევროპული რაღაცები ურევი.
აი სწორედაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა ცალკე იმუშაონ იმისთვის, რომ ეს არის ცუდი მოვლენა ჩვენი საზოგადოებისათვის. მოკლედ აქ საუბარია აღარაფერს ვამბობ ქართულ ეკლესიაზე, რომელიც ამას აღიქვამს ძალიან დიდ ცოდვა და სხვა შორის მართლმორწმუნე ადამიანები ყველაზე ნაკლებად იგინებიან. ну ახლა ამის მაგალითის მოყვანაც კი და ჩვენ დამოკიდებულება ქართული ეკლესიისა ყველა კარგად იცის თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვას და რომელიც ამბობს რომ არა თქვათ იმით საკვები წაიბილწება ადამიანებმა პირიდან ამომავალი აი უცენზურა სიტყვები და ასე რომ სამუშაო ძალიან ბევრია პირველი ნაბიჯები გადადგმულია შემცირება დაწყებულია რამდენად ყოველ შემთხვევაში რასაც შეუიარაღებელი თვალით უყურებთ და დანარჩენი კიდე ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს მივხედოთ ისე რომ არ გავზარდოთ რომ უთხრათ რომ როგორც კი წამოწდება როდესაც ის ქუჩაში გაგონილ ამ სიტყვას სახლში მოიტანს უთხრათ რომ ეს არის ცუდი ეს არის კარგი არ დავიზაროთ და აუცილებლად თუკი ორალზეა საუბარი და თუკი და მეჭვიც არ მეპარება რომ თქვენ ყველა ასე ვიქცევით და იქცევით და ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად გასაგრძელებელია. კი ბატონო, ცოტნე, როდესაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დამცირება და მიზანმიმართული ზეწოლა შეიძლება ითქვას, რომ მართლდება ერთგვარად, რასაც უყურებთ თავისუფლების სახელით. აი, ამ შემთხვევაში ჩნდება შეკითხვა, ვიცავთ პრინციპს თუ ვამართლებთ ძალადობას, როგორ ხედავთ? არა, ძალადობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამართლებული. პირიქთან უბრალოდ ძალადობას მე რას ვეძახით რა არის აქ ცალკე ძალიან ბევრ დებატში წავალთ და არც იმაზე არავინ არ ფიქრობს რომ გიჟი ვარ და ვერ ხვდები რომ რამდენი რამე შეიძლება პროვოცირდეს მათ შორის სიტყვით და რა ბოლო ენით დაკოდილს ვასწავლით ბავშვს სადაც თავარი მორალის არის რომ ენით შეიძლება ისე დამკოდო ცული რომ ჩამარტყა ეგრე არ მეწყინოსო ეგ ჩვენს კულტურაში ცხადია დევს უბრალოდ არის რაღაცები რასაც დავწონი პრაგმატულადაც მე რა ხედავთ მაგ ამას უბრალოდ როდესაც იგივე გამოხატვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლებაზე არის საუბარი, ჩემი გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც იწყება თქვენი უფლება. კი ბატონო, კი მესმის ეგ. უბრალოდ მე მაინც ვამბობ, რომ თუ ის ჩვენ არ გამოვიცოთ, რაც არის პრობლემის სათავე, მანამდე იქამდე ვერ მან პოსტივი დასახური ყოფილა. არ ვიცი. მე რაც ვამბობ, შეურაცხყოფას მატანებელ და ის ხალხს ცნობ, რასაც უყურეს, იმიტომ რომ ზუსტად ის სიტყვას ამბობს, შოლა რამეშვილი რასაც ამბობს, ის თავისუფლებული არ არის. ანუ ვიცი, მაშ პოსტივის იხურება, მაშინ დავიჯერებ, რომ ეგრე ყოფილა. აი მაგალითად ერთ დეტალსაც ჩავყვები რა, მაგალითად აი ორ მხარეზე რო არის, თქვა აკეთა მხარე პატიოს რა ხდება, არ არის დღეს ეგრე რომ თქვა ის ბოდიში მოგიხდის და რაღაც მორჩება. მაგალითად, აი დაახლოებით მივხვდი რომელ პერსონაჟიც იყო საუბარი და ნიკა გვარამია ამოვიკითხე რამოდენიმე პასაჟში ჩემ ოპონენტებს რო უსმენდი და მაგალითად ნიკა გვარამიას ბგინებელი დააჯარიმეს. ისე რომ ნიკა გვარამიას არ უნდა რომ დააჯარიმებთო. არ ვიგრძენი თავშალ, ანუ აჯარიმებთ. მაგრამ ახლა აღმოჩნდა რომ მაგალითად სახელმწიფოს უნდა დასაჯოს ადამიანი, ნიკა გვარამიასაც არ უნდა რომ დაისაჯოს ის ადამიანი, იმ ადამიანსაც არ უნდა რომ თვითონ დასაჯონ, მაგრამ ახლა სახელმწიფო გაჩნდა ამ ორ სუბიექტს შორის რომ არა ეს როგორი კადრი და გააკეთებული. და ხე მეორე პირმა არ იგზნორის ადამიანი დასაჯელია და ამ მცირე პრეცედენტებში რაც მოხდა, მიზეც აიგო ამ კანონის მოგონება, როგორი ადამიანების შესაძლებლად იმ ადამიანის შეურაცხყოფისთვის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის მოხდა ხა ეგეთი რამე და ბევრი ეგეთი რამოდენიმე პრეცედენტი მოხდა. როცა სიტყვაზე ვამბობ და სიტყვით მიყენებულ შეურაცხყოფაზე და გამხმელს აქვს დიდი მნიშვნელობა და აქში იმ ახმელს მაინც დაუტოვოთ იმის უფლება რომ თუ გადაწყვიტა რომ მოდი რა ნუ დავაჯარიმეთ მე არ ვიღებ ამას შეურაცხყოფად ნუ დააჯარიმეთ ადამიანს ამასაც თუ გამოუცხადა ხოლმე არა სახელმწიფო ესე დაძევს და ეხლა ესეც ხო პოლიტიკური мотиваცია იგრძნობა რომ ეხლა იმის გამო რომ ეს რეფორმა სამხრივად არ იყოს აღქმული და ჩვენ ოპოზიციონერი მგინებლებსაც ვაჯარიმეთ აი ამიტომ მოხდა ეს ეხლა რომ აი კონკრეტულად რომ რაღა ის აღმოაჩინეს და ეხლა ამაზე დაიწყოს მუშაობა ანუ ეგეც ხო ნიშნავს რომ რაღაც ამდენ кейში კონკრეტულ кейში რაღაც ამ მიზნით მიდგა ვიღაცა და მე არ ვიცი ხვალდაზე რა მიზანი იქნება მაგრამ ამას თავი რომ გავანებოთ აი უფრო კიდევ განმაზოგადო რა მე კონტინენტური ევროპის მიდგომა სიტყვის თავისუფლების წინაშე არ მომწონს და დარწმუნებული ვარ რომ 10 წელიწადში შეიძლება აქ მივიღებ ისეთ ქვეყანას სადაც ესეთივე შევა ფილმებში ხელოვნებაში დაიმკვიდრებს ადგილს კომიკოსებში ბევრ რამაში აი რამაც ჩემი აზრით დააჩნგა თანამედროვე სამყარო დიდი ნაწილში ჩემი აზრით სხვანაირთან პოლიტკორექტულ ხელოვნურ გარემოს შექმნით რომელიც სხვა თავის ტკივილებს გააჩენს. რაღაც პანდორას ხუთი მგონია რა ანუ ეშინა არსი ბევრ რამაზე გავრცელდება. ეხლა კონკრეტულ кейსზე ცხადია ისეთ რაღაცას მოყვებით რომ ხელეს ავწერო კი ამა ისევე წახალეთ უბრალოდ აი ამ მიდგომით და მათ შორის რაც განარჩეს უფრო მეტად ანგლოსაქსონურ კულტურას კონტინენტურ ევროპისგან ეგეთ სიტყვის თავისუფლებაც არის და მაგნაცში უფრო მეტი მაგალითის აღება შტატებიდან უფრო სწორი მგონია ვიდრე ევროპიდან. იმიტომ რომ მივიღეთ იმ პრობლემას, რაც მათ შორის ტრამპი ებრძოდა.
და თანამედროვე მემარცხენეობაზე გაშენდა. მე უკვე გეტყვი როგორ ველაპარაკე რა დაღმიქვა, რა დამიძახო. ამასაც დავავალდებულებ და გაყვებ ამას ქართულ პოლიტიკას. სასამართლო ჩვენ ერთი საქმე ახსენეთ, ქალბატონო მაკა თქვენ თუმცა არის საქმე, როცა ასე ვთქვათ გეი წყვილმა საკუთარი კოცნის ფოტო დადო ერთ-ერთ ქვეყანაში და ისეთი რეაქცია მოყვა ამათ, რომ ასე ვთქვათ უმძიმესი აღმოჩნდა მათთვის ახლა შეფასებები საზოგადოების მხრიდან და იქაც სასამართლო დავა გაიმართა ამაზე და ითქვა რომ გაცილებით მძიმე იყო მათთვის იმის წაკითხვა მოსმენა ადამიანურად, რასაც ახო და ასევე ამ წყვილმა ასე ვთქვათ მოიგო სასამართლო სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ტიპის შეფასებები მოყვა მათ ასე ვთქვათ პირად ცხოვრებას. ბატონებო დასასრულისკენ წავიდეთ და ბოლოს შეკითხვა მოკლედ ცოტნე რადგან საუბრობდით თქვენგან დავიწყებ მოკლედ რეპლიკის ფორმით რომ მიპასუხოთ როგორ ფიქრობთ აი ეს ახალი რეგულაციები თქვათ პოლარიზაციის საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებაში დაეხმარება საზოგადოებას თუ პირიქით გამწვევს მდგომარეობას მე მგონია რომ დიდი შემხებლობა გქონდეს ჯამში თუ ეს мотиваცია რეალურად არსებობს ჩვენ ეს შეგვიძლია რომ მართლა გავაკეთოთ და ეგეთი ტიპის კულტურა და საზოგადოება შევქმნათ არ სიმპტომებით თუ მე იმან ამ სიძულვილმა რა შედეგები გამოიღო იმასაც ალკე ვსდიოდა იქ რაღაცები მოუჭერათ არა თავარა პრობლემას თუ შევხედავ და мотиваციას იქნება და არ ჩავთვლი ხა Facebook-ზე პოლიცია გააკონტროლებს იქ ხვალდაზე გაგცდილობიანები გავხდებით აი ამ თავარ პრობლემაზე თუ მეც კონცენტრირდებით იქნება უკეთეს თავარი არის არ მოვდუნდეთ ეს мотиваცია თუ რეალურად არსებობს ეს мотиваცია შევინარჩუნოთ და სხვა ბერნაირ გზაში ეგ გამოჩნდება და ბევრ დროს აღარ წაგარდოთ ვიცით ყველა შეჩქარება ამიტომ კი ბატონო სასაუბრს პოლარიზაციის შემცირებაში დაგვეხმარება თუ არა ახალი რეგულაციები საზოგადოებას სიძულვილის ენასთან ბრძოლა სიძულვილს ვერ გააქრობს ამიტომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული რა შემოვიტან ჩვენ დღის წესრიგში რა იქნება ის საგანი რომელზეც ჩვენ ერთმანეთად ვიქნებით დისკუსიაში რაზე ვიმსჯელებთ თუ დღის წესრიგში შემოგვაქვს ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეს არის მხოლოდ აქტუალური ცხადია რომ რა ვიცი სიძულვილის ენა მე მგონი ყველაზე ესეთი სუსტი იარაღია და ბევრად ძლიერი იარაღის გამოყენება შეიძლება ამიტომ თუ საზოგადოება განვითარდებით ისე რომ ვიდისკუსიებთ მართლა იმაზე რაც ხალხისთვის მნიშვნელოვანია და კონცენტრირდებით იმაზე რა უნდა გავაკეთოთ რომ უბრალოდ ხვალ უკეთესად ვიცხოვროთ ამ შემთხვევაში მე მგონი შეურაცხყოფა თავის ადგილს ვერ დაიკავებს ამ პოლემიკაში და ამ დისკუსიაში და სულ სხვა ჭრილში და გაზომილებაში გადავალ და სამწუხაროდ მე რასაც ვატყობ პოლიტიკური აქტორების უმეტესობა და პირველ რიგში ხელისუფლება არ არის მოწადინებული რომ დღის წესრიგი შეიცვალოს და სწორედ ეს შემოვიდეს სამშელოდ რა გვინდა იმისათვის რომ ვიყოთ უკეთესი საზოგადოება რა გავაკეთოთ იმისათვის რომ გამდიდრეთ მოვიპოვოთ კეთილდღეობა და რა ვიცი მთავრობამაც ისე უნდა იმუშაოს რომ არ იყოს საგინებელი ერთმანეთი არ ბძულდეს თუ არ გვეძულება აღარ ზენა დაგჭირდება ამის ცხადია მაგას ბატონო ლადო გისმენთ ხო რა თქმა უნდა სიძულვილის მოსპობა და გაქრობა ამითი არ მოხდება, თუმცა არ უნდა მოხდეს ახალისებაც. და როცა ჩვენ სიძულვილის ენაზე ვლაპარაკობ, არ მინდა რომ ჩვენო მაყურებელმა იფიქროს, რომ საუბარი არის იმაზე, რომ რომელიღაცა პოლიტიკოსი ვიღაცამ რაღაცა დაწერა და ამაზე მოახდინა სახელმწიფო რეაგირება. აქ არის ზოგადად სიძულვილის ენის ტირაჟირებაზე, ეს შეიძლება ეხებოდეს უმცირესობებს, მათ შორის ეროვნული ნიშნის, სხვა ნიშნით შუღლის გაღვივებას, იმიტომ რომ სიძულვილის ენის ტირაჟირების და ორგანიზების ამოცანა არის ერთადერთი კონკრეტული პიროვნების ან პირთა ჯგუფის მიმართ გაძლიერება საზოგადოების აგრესიის, სიძულვილის, სიზღვის და ასე შემდეგ. სხვა ამოცანა ამას არ არის. ხარავის ახალისებას ყველას. ხო, ამიტომაც შემივიღეთ ჩვენ ეს კანონმდებლობა და ფაქტია რომ კანონმდებლობა მუშაობს და შედეგებიც უკვე გაქვს. მე დარწმუნებული ვარ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ჯარიმების თუ სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე დავფიქრდებით, როგორ უნდა ველაპარაკოთ და ვეურთიდოთ ერთმანეთის ხალხი ის მცირეერი რომელიც მართლა ერთი მუჭა ვართ რაოდენობით და ყველა ახლობელი ვართ და ყველას ნაცავი ვართ და გაურთქლეთ ერთმანეთის სახელსაც, ავტორიტეტსაც, ვიკამათოთ, ვიდებატოთ, მაგრამ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს. კი ბატონო შავა, პოლარიზაციის ვისურვებდი ძალიან მოკლედ რომ არა სიძულვილს, არა სკაბრეს, არა ერთმანეთის აზრის გაუთვალისწინებლობას, დიახ ერთმანეთის მოსმენას, დიახ ერთმანეთისაკენ სავალი ნაბიჯების და გზების ძიებას დიახ ერთმანეთის პატივისცემის ამაღლებას. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შალვა გუბაიძე, ლადო გუჟაძე, დავით ფანჯაკიძე და ცოტნე კობილძე ჩვენი გადაცემის დღე.
მიგაცემის სტუმრები მე მაგაცინცაძე ვარ და ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით დროებით.